ოპერაციის რეალური მნიშვნელობა. მე მგონი, კარგი იქნებოდა ეს და სასარგებლო. ეს Deep State ომის პარტია და 1000-ნაირ სახელს უწოდებენ, რომ გულისხმობენ ერთ რაღაცა ძალას, რომელიც არაფორმალურად მართავს, თქვა სოფლიოსაც კი. თუ არ ჩავთვით ახლა ჩინეთს და ბევრი ესეთ სახელმწიფო, მათ შორის ვერ რუსეთსაც. ეს Deep State გუშინ არ წარმოშობილა. ეს არაფორმალური მმართველობა და დამახასიათებელი არის კაპიტალისტური წყობისათვის. ის მიუღებელია სრულად, თქვა სოციალისტური წყობისათვის. კაპიტალისტური წყობა ეს წყობა, რომელსაც არ შეუძლია Deep State-ის გარეშე. არაფორმალური მმართველობის გარეშე. არ შეუძლია ოფშორული ზონების გარეშე. არ შეუძლია არსებობა საიდუმლო და აი შეთქმულების თეორიას ბევრი ჭკვატყოფელი ლაპარაკობს. საიდუმლო ორგანიზაციების გარეშე არ შეუძლია ნახევრად საიდუმლო კლუბების და ორდერების გარეშე არსებობა. უბრალოდ არ შეუძლია ეს მისთვის დამახასიათებელია კაპიტალიზმის წყობის გარკვეული ეტაპისათვის, რასაც მაგალითად ლენინი ეძახდა იმპერიალისტური სტადია კაპიტალიზმის. რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი გადასახედიდან ეს მისაღები არ არის, მაგრამ გარკვეულად ასახავს, რომ გარკვეულ სტადიაზე მივიდა კაპიტალიზმი და სხვათა შორის არის შეუქცევად კრიზისში. ამას აღარაფერი არ შორის თვითონ ამერიკელი კვლევარები წერენ და ზოგიერთი იმასაც წერს, რომ იქნებ ჯობდა ჩინურ ყაიდაზე გადასვლა. ან ჩინური მოდელის ელემენტების გამოყენება. ხა ჩინური მოდელი, ესაც სხვა არაფერი არ არის თუ არა სტალინიზმი. როგორც წყობა, ხოლო ეკონომიკა, სტალინური ეკონომიკა, ის ჩინეთზე, ჩინურ სპეციფიკაზე, ამხელა უშუალებელი ისტორიაზე და დღევანდელობაზე მორგებული. უნივერსალურს ვერცერთი გენიოსი ვერ შექმნეს, რაც შეიქმნა, ის მოარგო ჩინელებმა ზუსტად ჯერ კიდევ დენ სიაოპინმა. და შედეგი სახეზეა და მე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩვენ თეორიებს ძალა და მე უყურებ, რომ ძალა და მართლება და პროგნოზირება ადვილად შესაძლებელი ხდება ჩვენი თეორიებით. მომავალ ჩინეთისა რამდენიც გინდა ამერიკა, იმიტომ ამერიკა დაღმართზეა როგორც იმპერია, როგორც საზღვაო იმპერია. როცა ჩვენ ადრე ვთქვით წინა გადაცემაზე, რომ ამერიკამ თუ შეძლო გრენლანდიის შესყიდვა და კანადის შეერთება, არა 51 შტატად, არამედ იქ 13 ერთეულია თუ არ ვცდები, ადმინისტრაციული ერთეული, სადღაც 63 შტატი იქნება, გრენლანდია და კუბას თუ აიღებს 65 შტატი. აი მაშინ შეუძლია მას წინააღმდეგობა გაუწიოს ევრაზიულ სივრცეს, კარხაუსყოფერის სივრცეს, რომელიც შეიქმნა 2001 წელს. ჩვეულებრივ რო კითხო, აი პოლიტიკოსებსაც 2001 წელი რა არის მნიშვნელოვანი, ხო გეტყვიან, აი ტყუპის ტერორიზმი რომ მოხდა ტყუპის შენობაზე, სავაჭრო სახლის ნიუ-იორკში. და სინამდვილეში 2001 წელი არის ასე ვთქვათ 21 საუკუნის ერთ-ერთი დიდი ვეხა, აი როგორ გითხრა, მნიშვნელოვანი წელი, იმიტომ რომ მოხდა შორშის ხელშეკრულება. შანხაის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაერთიანდა ევრაზიული კონტინენტი და შეიქმნა ღერძი მოსკოვი, პეკინი, მოსკოვი, თეირანი. აი ეს ღერძი ახლაც მუშაობს. ვინმეს თუ გონია რომ ჩინეთი დაუშვებს რუსეთმა წაუს, არაფრიზდებით არ დაუშვებს. პირდაპირ თვითონ ამბობენ ამას. და ჩვენ გვიწერია 10 წლის წინ. რა თქმა უნდა. არ დაუშვებს, ასე ნიშნავს რომ მე ჩინეთს მიადგები. და წინათ ამის სანამ ებრძოლი ხალხი ყავს, ბუფერი და შტერიგი არ არის ჩინეთი. ეს ერთი სივრცე, ეს არც რუსებს მოუგონიათ ეს სისტემა. არ ჩინელებს მოუგონიათ ეს კარხაუსყოფერის თეორია და ამ თეორიით აპირებდა ეს ბერლინი, მოსკოვის ღერძით, იმიტომ თვითონ გერმანიაც კონტინენტალური სახელმწიფოა ევროპაში. ამ აპირებდა ინგლისელების მოცილებას, ანგლოსაქსების მოცილებას. რასაც ამბობდა ღიად. ხო და ეხლაც იგივე ხდება. გერმანია რადგან გერმანია დაჩაგრული ყავთ. გერმანია ახლა უჭირავს ხელებით იმას სიონისტებს. იგივე ამერიკელებს სიონისტების ხელით. სიონისტები აღმასრულებლები არიან. და ახლა გადავარ Deep State-ზე ისე რომ ეს წინაპირობა მომეყოლა და ადვილი გასაგები ყოფილიყო ჩვენი მაყურებლისათვის. ეს Deep State შეიქმნა ერთი 100-120 წლის წინ ეს ოლიგარქიული უმდიდრესი ოჯახები, აქ ლაპარაკია საოჯახო ქონებებზე, რომელიც 4-5 ტრილიონს აღემატება ზოგიერთის
და ერთადერთი მიზანი ჰქონდათ. ეს ვითარება ისეაც შეიქმნებოდა, მაგრამ ასე ჩქარა და ასე მისწრაფებით რომ სოფლიო კონტროლი გაუწიოს, ხო? უფრო დაგვიანებით 50 წლით დააჩქარა პროცესმა, როცა სარეზერვო ფონდი ჩაიგდეს ხელში ამერიკის. ბარუხების და ხო, აი ზუსტად ბარუხი იყო ის პიროვნება, რომელმაც გაზარდა, მოდი ესე ვთქვათ, იპოვა უდროვილსონის სახით, ნიჭიერი სტუდენტი, გაზარდა, ჩამოაყალიბა, შეუშვა პოლიტიკაში, შეატყორო ეს ნიჭიერი კაცი იყო და შეძლებდა გაწევას და პირველი რა გააკეთა პრეზიდენტად რო არჩევინა, ხო? ეს ის ბარუხია, რომელიც თავის დროზე ყველაზე მდიდარი კაცი იყო მსოფლიოში. კი, მაშინ ყველაზე მდიდარი. იმ დროს ყველაზე მდიდარი. არ ვიცით ახლა შეიძლება მდიდრები მისის მემკვიდრე. უკვე საოჯახო კლანის თვალსაზრისით ტრილიარდელია ეს, რამდენიმე ტრილიარდის პატრონი ეს ოჯახი და ოღონდ გაცილებით გავლენიანია, ვიდრე თქვა როკფელერები და როთშილდები. უბრალოდ ნაკლებად ჩანს ეს გვარი და რამდენიმე გვარი კიდევ. ეს უფრო ასე თქვა პრესაში და იმის საშუალებით როთშილდები, იძახიან როკფელერები. არის რამდენიმე გვარი, რომელიც აქ მარტო ფულზე არ არის. უფრო ძველი გვარება თვლიან თავს და უფრო გავლენიანები არიან, ვიდრე ეს ორი გვარი. და აი ამ კაცმა, რომელიც 6 პრეზიდენტის მრჩეველი იყო, 6 პრეზიდენტზე, მათ შორის ჩერჩილის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი რაზეც ხელი მოაწერინა უდრო ვილსონს ეს იყო ზუსტად განსახელმწიფოებრიობა სარეზერვო ფედერალური სისტემის და მეორე თუ მესამე ხელმოწერა იყო რომ ამერიკის ბიუჯეტის კანონი ამერიკის ბიუჯეტს ეკრძალება სესხის აღება გარდა ფედერალური აი ამ ფედერალური სარეზერვო სისტემისა ყველა მუქთად რომ ისეს მაგალითად დღეს ჩინეთმა აი რამდენიმე ტრილიონი ამერიკას, უფლება არ აქვს გამართ და ვერ აიღებს ამერიკის ბიუჯეტი. და ეს პატრონები ეგენერიან შესაბამისად მათგან უნდა მიიღო, მაგას სინიორაჟი. ანუ თან პროცენტით, უპროცენტოდ ის არ ეძლევა. აი და ბატონ თამაზ, სინიორაჟი, ანუ სინიორაჟი არის განსხვავება ნომინალსა და იმ ღირებულებას შორის, რომელიც ფულს ენიჭება. ხო და ეს სინიორაჟი დაუშვათ იგივე დოლარის ღირებულებასა ანუ ქახალცსა და იმას რაც მას ენიჭება მთლიანად არის ამ ფედერალური რეზერვის მეპატრონეების ხელში მოდი ესე მინდა მაყურებელი დააკვირდეს ერთ რამას რომ აი ამ პროცესთან ერთად 1913 წელს მოხდა ამ პროცესთან ერთად უკვე წამოზდილი იყო სიონიზმის როგორც მოძრაობის თეოდორ ჰერსმა ის დაარსა 1897 წელს და უკვე წამოჩიტული იყო უკვე მეორე თუ მესამე კონგრესი იყო უკვე სიონისტების გამართული და შეიქმნა ძლიერი ძალა რომლის მიზანი იყო ებრაული სახელმწიფოს დაარსება. ეხლა როცა ლაპარაკობთ deep state-ზე ჩვენ ხო ეს ერთად უნდა განვიხილოთ კომპლექსში ერთად შეიზარდა ეს და ერთი ემწუჩი სიონისტები არიან აი ამ deep state-ს ასაცვლად და იმის ასე ვთქვათ გარკვეულწილად აღმასრულებელი ხელისუფლებასავით არის. მენეჯერები ხო, აი ზუსტად მენეჯერები ეგენი, ნუ დავარქვათ მენეჯერები და აი ეს სიონისტური სისტემა არ წავიდა პოლიტიკური გზით, როგორც ჰერცუნოდა. წავიდა აღდგამის ასე ვთქვათ თეოლოგიური მიმართულებით, რომლის საფუძველი იყო რასიზმი ზუსტად. რასიზმი, სადაც გამოყენებული იყო ძველი აღთქმა, რომ ებრაელები არის ღვთით რჩეული ხალხი, თავიანთი მოგონული ბიბლიით, ახლა ეს მართლა ღმერთმა ხო არ მისცა ეს ხო? სინასტაზე, როგორც თვითონ იძახიან. სინასტაზე შეიძლება მისცა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის, რა ქვია. ნუ ამას ღმერთი ამას ნამდვილად არ ეტყობა. ასეული წლების მანძილზე 1000 თეოლოგი, რაბინი, ასე მუშაობდა მაგაზე, რომ შეექმნა მე თალმუდი და ეს განმარტებები შეექმნა თელი, სადაც უბრალოდ ძალიან ცუდი გზისკენ წაიყვანა ებრაელი ხალხი. ერთ დავამატებდით ჩემ მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით. ერთი ღვთაებრივი გამოცხადება, რომელიც არის ნამდვილად კაცობრიობის, ასე ვთქვათ, მანათობელი. მეორეა ის, როგორც ადამიანები გარდაქმნიან მე თავიანთი ეგოისტური მოსაზრებების თავიანთ სასარგებლოდ რა ასე. სასარგებლოდ, ხო და აი ეს ამიტომ განსხვავება ამათ შორის ჩვენ არ უნდა აურიოთ დაუშვათ ეს იმაში, რომ თითქოს ჩვენ რაღაცა ანტისემიტ რაღაც ისულელეები. ლაპარაკობთ რაც არის, ესე იყო ნამდვილად, იმიტომ ადამიანები გარდაქმნიან ღვთაებრივ ნათელს თავის ეგოისტურ სხვაზე მეტად მაგან ავნო ებრაელებს თვითონ. რა თქმა უნდა. სხვაზე მეტად ავნო აი ამ რაღაცა. ეს ცალკე საკითხია, ალბათ მე-4 წიგნში აისახება, მე-5 წიგნში აისახება და მაგაზე დღეს არ ღირს ლაპარაკი. უბრალოდ გავაგზავნებ თემას, რომ
აი სწორედ ეს ძალა სიონიზმი შეერწყა ამ იმას და საერთოდ სისტემა შეიქმნა, ესეთი სისტემა წარმოედგინა უზარმაზარი ფული, მიზანი, უკვე აი ამ ოჯახების, ოლიგარქიული ოჯახების мотиваცია, მიზანი, რომ სოფლიო აკონტროლონ და ეხლა მაგათ აქვს გონებრივი ცენტრები თავისი. თუ სიონისტური ორგანიზაციები, მათ შორის ბრაიან ბრითი ესეთი ორდერია, სადაც ქრისტიანს და მუსულმანს არ უშვებენ, იქ მარტო იუდეური სარწმუნოების ადამიანი უნდა იყოს. ბრაიბითი. ხო, ბრაიბითი და სხვათა შორის არის მილიონიანი წევრით. მილიონიანი წევრი და მთელ სოფლიოში აქვს, მათ შორის რუსეთშიც აქვს თავიანთი. კი, რა თქმა უნდა, უჯრედი. ხო და აი წარმოიდგინეთ, რომ ამ გონებრივი ცენტრები, სადაც იქნება ეს იდეები, თუ როგორ განხორციელდეს, ანუ ერთი ძალის მიერ სოფლიოზე კონტროლი. ეს არის რომის კლუბი, ეს არის ბილდერბერგების კლუბი და სხვადასხვა უფრო დახურული კლუბები, რომლის სახელი ცნობილი არ არის ახლა ობივატელებისთვის, ხო, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. იქ მუშავდება და მუშაობს ამას ცნობილი მეცნიერები, ეკონომისტები. მილტონ ფრიდმანის ნაირი, პეჩეის ნაირი და 1000 ვიღაცა შეგვიძლია დავასახელოთ მათ. და თავარი ისაა, რომ მათ კიდევ აქვს საშუალება, სახსრები იძლევა ამის საშუალებას, რომ დაკვეთები მისცენ, კერძო დაკვეთები სამეცნიერო კლუბებს. ეს სამეცნიერო კლუბები, სამეცნიერო ინსტიტუტები არის ზოგიერთი ცნობილი, ზოგიერთი საერთოდ არ არის ცნობილი. დახურულია მუშაობს და უხდიან როკფელერების ფონდიდან და სხვა ფონდებიდან. კი ბატონო. აი ზუსტად იმ სამეცნიერო ცენტრებიდან არის, მაგალითად ტატუირები რო არის შემოღებული. პერსინგები რო არის შემოსხებული 1000 რაღაცა. ტატუ პირსინგი. სხვადასხვა მიმართულებები, პანკები, 1000 მიმართულებები რო არის. და მათ შორის ბოლო მიღწევა არის რუსეთის სახელი ყველა შავზე. ბოროტი რუსია, შავია რუსია, ცუდია რუსია და ესე რომ ბოროტების პერსონალიზაცია, ეთნიზაცია ბოროტები. გაიგირო ხდება ეს ბოროტი რაც არის ეს ამათმა კი არ მოიგონეს. ამის ტვინი ჩვენ იმას ამ შპანას რო დარბის რუსთავზე არ აქვს რა თქმა უნდა. არც განათლება აქვს სათანადო და არც ტვინი. ეს მოიგონეს აი ზუსტად ეგეთმა სამეცნიერო ცენტრებმა ჩათვალეს რომ პრიმიტივზე მასაზე ეს კარგად მუშაობს. ანუ მოლაპარაკე თავებისთვის ეს კაი ფორმულაა, ასე ვთქვათ. მარტივი. ხო, მარტივი ფორმულა და ერთ-ერთ კაპის გადაუგდებენ, აყვირებენ რა, როგორც უნდა ისე, ასე ახლა აი სპორტსმენებს რო გამოეკიდნენ ახლა რუსეთის. იქ სამარცხენო რაღაცა. ამ დროს სულაც არ მეხატება რუსები გულზე სიტყვაზე, მაგრამ ესე მოქცევა სად გაგონილა ვაჯაბშაველას ქვეყანაში. შენ ქვეყანაში თუ შემოუშვი, შენი სტუმარია და კეთილი უნდა ინებო და მოიქცე ისე როგორც შენი ტრადიცია კარნახობს. და შემოუშვი საერთაშორისო სპორტული გადაწყვეტილებით ორგანიზაციებს რუსეთმა ძალით კი არ შემოგდენა რაღაც. და მეორე წესა შენ ახლა ვაჯაბშაველას სამშობლოც. სტუმართ მასმეძელი თუ არც იმ არ აიცე. რა არის შენი ღირებულება თუ ვერ იცავ ამ დეგენერატებს ალანძღინებ შენ სტუმარს. და ამ დროს ახლა როგორ გითხრა, ის იმპერიას აქვს ძალიან მოწყვლადი ადგილები, ძალიან განიცდის ეგეთ რაღაცებზე, მით უმეტეს, როდესაც მძიმე მდგომარეობაში. რატო განაწყობს ცუდად შენ მიმართ, ვერ გავიგე. ეხლა მოვიგეთ რამე? არა, მოგება კი არ არის ეხლა. ქვეყანაზე ვიძახე, ქვეყანაზე. მოგება კი არა, შენ თავს იყენებ მუდმივად ასეთ შემთხვევაში, აი აბსოლუტურად გეთანხმები, რაში აი ერთი ისტორიულ მაგალითს გავიხსენებ რა. აი მაგალითად რომის იმპერია, რომლის მემკვიდრესაც თავს თვლიან, ხო ესენი მესამე რომი და ასე შემდეგ, ხო? მაშინ იმპერია იყო, მოქალაქე იყო, რესპუბლიკა იყო, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? აი იმის ჰანიბალის შემოსევა, ხო? ჰანიბალის ომი ჰანიბალთან. კაპუამ მაშინ, ხო? კაპუა იყო ძალიან რომთან ერთად ერთ-ერთი სერიოზული ქალაქი იტალიაში ცენტრი, ხო? კაპუა მაშინ აირჩია, ну, გადაუდგა რომს და გადავიდა ჰანიბალის მხარეზე. და როდესაც ესე იგი, ну, მაშინ როდესაც კანას ბრძოლა და ასე შემდეგ, მაშინ როცა, ну, ჰანიბალი ჰქონდა შანსები რომის განადგურების, ხო? ესე იგი, იმდენად დიდი იყო ეს როგორ თქვა შურისძიების ყურვილი, რომ კაპუას ალყა შემოარტყეს
და რაც არ ეცადა, ესე იგი ჰანიბალი ვერაფრით ის ალყავერ გაარგო, ანუ ისეთ განლაგება იყო. წრებზე უარესად მოექცა საკუთარ ხალხს რა. და მე ჰანიბალმა მაშინ პირველ კანეს ბრძოლის შემდეგ ხوارი ლაშქრა რომზე როცა უთხრეს რომ ილაშქრა. ვერ გაბედა მაშინ. ვერ გაბედა და ის დავასვენებო და ისე ვერ წარმოიდგინა რომ იმის მე რაღაცა კიდე რომ შეეძლო. ხო და მეორე ჰანიბალის ისა ჰანიბალ ანტრეპორტასო ან ჰანიბალი წავიდა აი იმ დროს წავიდა რომ კაპუაზე რამენაირად ამათ მოეხსნათ ალყად არ მოხსნეს მიუხედავად იმისა რომ რომის საფრთხის ქვეშ იყო ისეთი დიდი იყო ეს ბოღმა და მე საშინლად დასაჯეს ეს კაპუა და ეხლა ჩვენ და კიდე ზოგიერთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ზუსტად ასეთ საფრთხის ქვეშ არის რა თქმა უნდა მაგრამ როგორ გაგებინო უკრაინაში დაუშვათ მე თუ უკრაინაში მოახერხა რუსეთმა თავისთვის სასარგებლო შედეგის დაყენება მე ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რა ამ ბოღმების რეალიზაციის მასშტაბები ამას რატო ვამბობ მე რა შენი სიმპათია ანტიპათია პოლიტიკასთან რა კავშირშია ეს ხო ელემენტარულია მე ხო სხვანაირად დაგიდგება საკითხი და რატო რისკავ რა უფლებით რისკავ მაგდონეზე ვერ აზროვნებს ეგ არის საქმე. ეგ არის ყველაზე უბედურება, მაგრამ თავარი რა არის, რომ სამშობლო თუ გიყვარს, ხო, პატარა ცოტა უნდა ხო 1-2 შემდეგ რო 3 მოდის და 3 შემდეგ თუ მაგდენის არ იცი, მაშინ რა გინდა ქუჩაში რა დაეხეტები. აბა. თუ მაგდონეზეც ვეღარ აზროვნებ, მაგრამ დიპსტეის დავამთავრებ. დიახ. არა, შეიძლება და ამ თემას შემიძლია გავავრცელო, რომ მაგალითად ეს შეფრთხილით ამოწერე უსმენთ ახლა შეუძლოთ ვიყავი და ამ ეს ხატია დეკანოიძე ხო ეს ხო ეს წერს რომ სამხრეთი კავკასიის დიდი გეოპოლიტიკური სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა და რუსეთის გავლენა იკარგება ქოცი და რუსები ომით აშინებენ ქართულ ხალხს და წარმოუდგენენ ღარატის მოწვევართო ორი როგორც ზენოს ის რომ აი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სამშვიდობო შეთანხმება და ისინი ჭკვიანად იქცევიან და ახლა ჩვენზე წამოა მე გავაგზავნე დიპსტერს და უბრალოდ ახლა მოკლედ ვიტყვი რომ ალემმა დაუშვა უშველებელი შესრულმა. რომელსაც ჯერ კიდევ მოიმკის. აი რაც თქვენ მოყევით ახლა ძველი რომზე. ხო, რომ გაუსწორდათ თავისივე მოღალატეებს, ხო, ისევე გაუსწორდა იმას ძალიან საშინელი დღელის. მე პირდაპირ გეუბნები გეოპოლიტიკური კანონზომიერებით, გეოპოლიტიკური და რუსეთი აღმავლობიზაზე არის ახლა. მაგრამ დავამთავრებ ამ იმაზე მე გეტყვით ზუსტად რა ძალთაველი იქნება და პერსპექტივაში რა იქნება. იმიტომ რომ ესე არ იცვლება ახლა იმდენად არ იცვლება რომ აუარებელ შესწომას უშვებს რუსეთი. სტრატეგიულს მათ შორის თვითონ პუტინიც. და მაგ შესწომებსაც შემიძლია მოუყო და მიუხედავად ამისა რუსეთი აღმავლობიზაზეა და მურჩა. ეს სხვა ცალკე საკითხი არის. ანუ ხატია დეკანოიძე ვერ თulis გეოპოლიტიკურ კანონზომიერებას. არა, კი ვერ თulis. უბრალოდ წარმოდგენა რა ხდება. ქვეყანას პროზო ლაპარაკობს რა რაღაცას. და თურმე ყოფილა დიდ თანამდებობებზე მე არც ვიცოდი ხა მე რაში მაინტერესებს. ხო. აქაცო და უკრაინაში რო ჩავხედე და მე არ ვიცი ხა ეთქობა მაგარი მეხუთე კოლონაა თუ ამ რა თანამდებობაზე ორბაც ვერ მოუგვის ესა. აი წარმოიდგინეთ თქვენ აი ეს ჩამოაყალიბეს ეს იდეები სოფლიო გაბატონების მათ შორის მეტმოსახლეობა მართოსის თეორია უკან შემოატრიალა მაგალითად რომის კლუბმა და ასე შემდეგ რომ დედამიწას უკვე აღარ ძალუს ამდენი მოსახლეობის გამოკვება და როგორმე დაიყვანონ 2 მილიარდზე 3 მილიარდზე სადაც 1 მილიარდი ოქროს მილიარდი იქნება დანარჩენი მომსახურე პერსონალი ხო აი ეს არის ყველაფერი და სოფლიოს ბატონობა ეს არის ძალიან მარტივ იქამდე შეიძლება დავიდეს ეს ყველაფერი და ამას ახორციელებს როგორც გითხარი სხვადასხვა აღმასრულებელი ხელისუფლება იმ რეკომენდაციებს რასაც წევს აი ეს კლუბები ნახევრად დახურული და თუ საიდუმლო კლუბები და მიღებული რეკომენდაციები მეცნიერებისაგან ახლა მე მიჭის მეცნიერად დავარქვა რომელიც პერსინგზე მუშაობს პროფესორი კაცი მაგრამ აი ეგ ხალხია ეგენი და შეიძლება ბჭყალებშიც იგულისხმო მაგრამ მეცნიერია ისე და ამაზე მუშაობს წლების მანძილზე ხო და იმ რეკომენდაციები და აგერ ბოლო მოგახსენეთ ბოლო რეცეპტი იყო რუსეთის გაიგივება რაღაც ბოროტებასთან ბოროტება არის რუსეთი არის ბოროტება შაბნელი და პრიმიტიულად იმეორებენ ერთ და იგივეს თანამდებობის ირივა ისე ასე ვინც არის სულ ერთია და ეს ერთიანი სისტემა როცა ამბობენ რომ აი მაგალითად გახსოვს წინა გადაცემაში მითხარი რომ
გაუქმება უნდა რომელიღაცა იმან წამოაყენა სარეზერვო ფონდის უკან სახელმწიფოს ნაციონალიზაცია კი და მე გითხარ ეს რევოლუციური მოვლენაა თუ მართლა რევოლუციური მოვლენაა ეს თუ გაკეთდა მე გეტყვი რომ სოფლის აი თვალში საცემად უცებ შეიცვლება მაგრამ მე არ მგონია გაკეთეს და გეტყვი რატო როცა ტრამპი მოვიდა მაგ იდეებით შეიძლება მოჩვენებით იდეები და თამაშობს რა თამაშობს იცი თავის ფასწერს აი იმ ხალხთან თავის ფასწერს მაგას მოძრაობა მე აი შემიძლია გავაკეთო და მე ამდენი ღირ ვარ მე არ ვიცი რა გუნებაში მაგას ეგ უცნაური კაცია ცოტა მაგრამ მოვიდა მაგით ეგ ფაქტი არის სანამ მოვიდოდა მაგას გააგებინეს რომ ჭკვიანად იყავიო ერთხელ მეორედ შემთხვევით გადარჩა სხვათა შორის და ზუსტად ვიცი მე ჩემი ოჯახის წევრია ჩუბინი და იმისგან ვიცი რომ მან როგორც გინდა მაგარი მსროლელი იყოს ისე ვერ მოარტყავს რომ აი წინასწარ კოდეს გათვლილი ეს კაცი გადარჩება გამორიცხული ესე მაგრამ მან გამოჩნდა რომ ვაშკაცი კაციც არის უშიშარიც არ შეშინებულა მაგრამ ერთი ფაქტია რომ მაგის შემდეგ როცა დაიწყო ასე თქვათ უხეში თუ მიწოლა ამ deep state-ზე ესე დავარქვათ ისე ჩვენ მაგ სახელი ამ სისტემას მან უკან დაიხია ეხლა აშკარად უკან დაიხია და აქ იმასაც გაგახსენებ ჩემო სოციო რომ არსებობს ებრაელი რძლებისა და ებრაელი სიძების სისტემა. ეგ სისტემა არის ჩამოყალიბებული მაგაზე მე არ მომიგონია არჩენ ეს თელ წიგნებია მაგაზე და წერია. სიძეს ხო არ გაიხსენებთ ვინ არის ტრამპის კუშნერი. ხო. ეს ზედამხედველივით არის. გახსოვს ისტორიის წიგნებს ვინც კითხულობს აი რევოლუციის პერიოდი აინტერესებს აი რუსეთში რომ მოხდა პირველი რევოლუცია სტალინის ჯერ კიდევ სტალინის სანამ გამოჩნდებოდა ტროცკი. სულ იყვნენ იუდეური სარწმუნოების ხალხი. აი პოლიტბიუროებში თემებში აი კომისრები და ისინი რუსეთის რევოლუციის შემდეგ. და თუ არ იყვნენ და რუსები იყვნენ რამდენიმე. ცოლი ყველას ებრაელი ყავდა. სტალინია სიძეს ებრაელი სიძეს რადექს ვერ გადარჩა ვერცის. აი სტალინია. ამას რატო ვიძახეს? ეს სისტემა მუშაობს ერთიანი. ეს არ არის ვიღაცის აი ერთმა მოვიფიქრე რაღაცა ნიჭიერი და ჩემ ქვეყანას დავეხმარე რაღაცა. აქ მუშაობს სისტემა. და ის მთელი ეს სიონისტები ჩართულიანენ ამ სისტემაში. ამ სიონისტებმა მოინელეს მიიღეს უდიდესი დარტყმა სტალინისაგან. რევოლუციის დროსაც, როცა ებრაელები გამოყარა, სიონისტები გამოყარა პრინციპში. ებრაელები არა, სიონისტები. ხო, არა, სიონისტები, ხო. გამოყარა, ხო, ტროცკი იყო ბოლო. ასე თქვა დიდი ბობოლა რა, რომელიც მე მექსიკაში რომ მოაკვლევინა. მერკადერს. ხო, მერკადერს მაგაზე გმირობა მიიღო მოსკოვში ეს კაცი დასაფლავებული დოლორეს იბარულის შვილი ეგ. ესპანეთის ეგ ბასკი ქალი იყო ესპანეთის კომპარტიის ლიდერი იყო. ლიდერი იყო ცნობილი. ხო და ეს რევოლუციის სახით აჯობა, ომში აჯობა კიდევ. ეს გიტლერი ციდანაც ჩამოვარდნია სიონისტების გამოჩეკილი კაცი იყო, ეგ ცალკე თემა არის. სხვათა შორის აი მეხუთე წიგნში აისახება და შეიძლება ტყითველი გაეცნოს რომ ეს ჯერთი მეოთხედი ებრაელი იყო თვითონ ვინ აფინანსებდა ებრაელები და მიზანი რა იყო აქ უკვე სიონისტები აღარ სიონისტები და ებრაელებზე მიზანი რა იყო ძალიან მშვიდობიანი რაღაცა ის ისრაელის სახელმწიფო შექმნა ბალფურის დეკლარაციის შესრულება ხო ეხლა უყურე როგორ არის სამი ეტაპი აქვს მაგას პირველი არის ბალფურის ეტაპი რომელიც ითვალისწინებდა ებრაელთა კედის გაჩენას. აქ სახელმწიფოზე არ იყო ლაპარაკი, რომ ის ამტკიცებდა, რომ ინგლისის პროტექტორატის ქვეშ ყოფი მიწა, რომელსაც პალესტინას ხო, ეს მიწა არის არაბებთან ერთად ებრაელების საცხოვრისი, კერა. იქიდან არის ებრაელის ჯილაკი. თუმცა, როცა ძველახტმას ეცნობიდა სათანადო ისტორიულ ლიტერატურას, ის ღმერთმა იეჰოვამ აღუთქვა ებრაელებს და მისცა უფლება იმ მიწის დაპყრობის ეს სარელი მიწა არ ყოფილა როცა ებრაელები ამოხოცეს ის ხალხი ზოგი შეავიწროეს და ის მიწა ასე ვთქვათ ომით არ მოპოვებული აღთქმული მიწა ხო აღთქმული მიწა ომით არ მოპოვებული ის არ არის რომ აი მაგალითად როგორც ჩვენო გვაქვს ლეგენდა რომ აგერ კაი მიწა და ჩემ მაგივრად იცხოვრეთ ქართველებო ღვთისმშობელმა რო გითხრა ხო ესე ვიძახეთ ჩვენ ლეგენდა მაგათი ლეგენდა ცოტა სხვანაირია მაგათი ლეგენდა არის იარაღი დაპყრობა მიწის
და ამის უფლება მისცა ღმერთმა. არა, საერთოდ ერთ რაღაცასაც ვიტყვი, ხა ჩვენ როგორც ბიბლიური ისე გვაქვს გადმოცემა ეს ხო საერთოდ ეს ხო ისტორიის ვერსია ბიბლიური ხო არსებობს არა? თუმცა სანამ შემოვიდოდა ეს ბიბლიური ვერსია ისტორიის აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ მაგალითად წინაპრებზე. და საერთოდ იმაზე რას აკეთებდნენ წინაპრები ადრე და როგორ წარმოიშვნენ, აბსოლუტურად განსხვავებული. ხო და იქ ახლა რა ვერსიაა, რომ არ გამოსი და ისა და ასე შემდეგ და იქინა ჰაოსი, ქართლოსი და ასე შემდეგ. თუმცა ახლა იქ არ ჩანს კი მანამდე რა იყო. ანდადო სხვები რა იყო, თუმცა ეს სხვები კედელსაჩე თვითონ ქრისტიანული სარწმუნოებამაც წარმართობას კედელი აუშენა, იმიტომ რომ მთელი ლიტერატურა და კულტურა დააწვა. იმათ ტაძრები დაანგრია და იმის საფუძველზე ქრისტიანული ტაძრები. ესეც დაუშვეს წარმართობა და ეს გავიგე, მაგრამ სინამდვილეში ის ვერსია ხო? წარმოშობის და ზოგადად გენეალოგიის, საიდან წარმოვიქმენი ჩვენ და სხვა ხალხები ბიბლიური ან ლეგენდაში მიდის. ხო, ლეგენდაში ის კი არა, ის ბიბლიური მასში ვერსიაში კაცობრიობის წარმოშობის მაგალითად არ იყო აცტეკები ვინ იყვნენ. და ესპანელები რო ჩავიდნენ ეს აცტეკები არსად არ ეწერნენ. ისევე როგორც დაუშვათ ვერც არც სემიტები იყვნენ, არც კამიტები და არც ისინი რა ქვია. იაფეტიდები, ხო? და ისინი კიდე რო ჩავიდნენ ისინი მეიფლაუერით ასე ვთქვათ ბრიტანელი პროტესტანტები, კალვინისტები, ხო? იქაური ინდიელები საერთოდ მიიჩნიეს რომ ესენ ადამიანები არ იყვნენ, იმიტომ რომ ბიბლიური იმაში არ ეწერნენ არსად ესე მე-20 საუკუნეშიც კი არ მიაჩნდათ ადამიანებს, მათი მე-20 საუკუნეში წარმოიშვათ ადამიანებად. კენტუჩიც რეზერვაციაში იყავთ პრინციპში. ნუ ესენი ახლა უკვე იქ უკვე გალობდნენ და დავანებულთან, ხო? ჩვენ ლაპარაკობთ რომ ეს ბალფურიდან იყო პირველი მიზანი კერათ აღიარება, ეს როჩილდის ინიციატივა იყო, სხვათა შორის როჩილდმა წამოიწყო ეს საქმე. უბრალოდ როჩილდი ასე როგორც ავტორიტეტი გამოიყენეს, რომ წერილი დაეწერა ინგლისის პრემიერ-მინისტრისთვის. მეორე იყო უკვე სახელმწიფოს წარმოშობა, რომელიც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, თუ კუდენხონ კალერგი ითვლება, თქვათ, მამად ევროკავშირის, საიდუმლო ევროკავშირის მამად, ხაიმ ვაიცმანი არის ფაქტობრივად ისრაელის როგორც სახელმწიფოს აი მამა რა. ეს იყო ფუძემდებელი, ეს იყო აი ფანატიკოსი კაცი, რომელიც მაქოსავ ეტრიალებდა, იქით ტრუმენთან ჩავიდოდა, აქეთ ჩერჩილთან ჩამოვიდო და მე ჩერჩილის შემდეგ რო იყო პრემიერ-მინისტრი იმასთან, იქ ტრუმენის შემდეგ ეიზენჰაუერთან და როგორ ვითა ტრუმენი წერს შემდეგ. ტრუმენის ერთ-ერთი დივანი თავის მოგონებაში წერს, რომ უკვე იმალებოდა ტრუმენი, რომ ეს მოდიოდა, ისე შეაწუხა. არა და ეტყობა სიონისტებს რაღაცაში ყავდათ გამოჩერილი უარს ვერ ეუნებოდა. და ფაქტობრივად ჩვენ ხშირად ვიტყვით ხოლმე, რომ სტალინმა ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირმა ისრაელის დაარსებას. მაგრამ შექმნა ეს ვაიცმანმა, ერთმა კაცმა, რა თქმა უნდა, ზურგის უკან სიონისტები ყავდა. როგორც კი და სხვათა შორის ჩერჩილიც როგორც პოლიტიკოსი გამონახეს სიონისტებმა. სრულიად უცნობი ლეიტენანტი. კი, არისტოკრატიული ოჯახიდან, რომელიც მალბორო იყო ის. ხო, ოჯახიდან, რომლის მეროდის სისხლი ებრაული ის არის. იუდეური სარწმუნოებიდან არის მის წინაპარი, ერთ-ერთი ბაბუა. ხო და დედისხლიდან. ხო და სრულიად უცნობი ლეიტენანტი იყო, არც ასე ვთქვათ, არაფერი შეიძლება არ ყოფილიყო. და სწორედ აქ არის ჩერჩილის გენი, ანუ ყნოსვა. რომ კარგად გაიხედა ფულისკენ და სიონისკენ და სიონისტებისკენ და გახადეს პრემიერ-მინისტრი, ჯერ მინისტრი. ჯერ მინისტრი და ლორდი ადმირალი იყო, ლორდი ადმირალი სრულად ახალგაზრდა. და იმის შემდეგ მან კარგად იცოდა მათი ძალა, სიონისტების ძალა. იმიტომ ჩადიოდა ძალიან ხშირად ფინანსურ საკითხებთან ერთი ხუჯერ არის ნაკობი იმასთან ბარუხთან. ბარუხი კი არ ჩამოდიოდა აქ. ეს ჩადიოდა იმასთან სათხოვნელად. ეს პირველი კაცი იყო. ნომერი პირველი ქვეყნის, იმიტომ რომ მეორე სოფლიო ომამდე დიდი ბრიტანეთი ითვლებოდა პირველ იმპერიად. მიუხედავად ამისა, ეს ჩადიოდა იმასთან. აი გალიპოლიში მისი კატასტროფული მარცხის მიუხედავად, სხვა გალიპოლის კატასტროფა, რაც დაემართა ბრიტანულ და ფრანგულ დესანტს იქ თურქეთში, ანუ გალიპოლის ცნობილი ბრძოლა, ხო?
მაშინ რაკნესა გერმანელებმა ასწავლეს, ეხმარებოდნენ ტექნიკურად თურქებს, ესე იგი როგორ გაენადგურებინათ ფლოტი, სრულად უნიჭოდ და უტვინოდ დაგეგმილი ოპერაცია იყო. და ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას სხვათა შორის ლორდი მაშინელი ლორდი ადმირალი ჩერჩილი. ის ახლა ბრიტანეთი ბუნებრივია ყველაზე დიდი იმპერია იყო და აბსოლუტურად ესე იგი რო ავიღოთ აბსურდების თეორია ასე ვთქვათ სამხედრო დაგეგმვაში აი გალიპოლის ოპერაცია შეიძლება წარმოვიდგინოთ საშინელი იმითი დამთავრდა ეს კრახით მაშინ ჩერჩილი საერთოდ ფიქრობდა დაენებებინა ყველაფრისთვის თავი და ასე შემდეგ და ამის მიუხედავად სწორედ ამ ძალების ესე ვთქვათ ამ ძალებთან კავშირის მეშვეობით მან მოახერხა რომ ის ამოტივტივდა ისე და გახდა პრემიერ-მინისტრი და საინტერესო ის რომ ჩერჩილთან ერთად დაკავშირებული ბრიტანული იმპერიის გრევა, იმიტომ რომ დაშლა. შედეგი ნულია მაგის მოღვაწეობის. ნულია მინუსი და ამ დროს მოახერხეს კონტროლირებადმა მათმა პრესამ და ესე ვთქვათ რეკლამირებამ ამ პიროვნების დღესაც გასაოცარი რომ ადამიანი რომელმაც ყველაფერი წააგო ითვლება მე-20 საუკუნის ნომერ პირველ პოლიტიკოსად. კი ბატონო. ამ დროს შედეგი და თუ ვიმსჯელებთ, საერთოდ ნოლია ეგ პიროვნება. ნოლი კი არ არის, იმპერია დაინგრა და ამავე დროს დაინგრა ბრიტანეთის იმპერიის ეკონომიკური სიძლიერის საფუძვლების დაინგრა, ხო, გასაგებია. მთელი ნიუანსებია. არ არის ახლა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი. პარადოქსი, როცა აინშტაინის და პუანკარეს არ იყოს. აინშტაინის არ იყოს და გინდა მარქსის არ იყოს. მარქსის, ხო. ფროიდის არ იყოს. ეს არის შარლატანები. არც ერთი მეცნიერი არ არის. იმ დონის მეცნიერს გულისხმობ, რომ მაგალითად უყვართ სიონისტებს, რომ აინშტაინი, მარქსი და ფროიდი ეს არის გვირგვინი აზროვნების და ამ დროს მთელი წიგნი მაქვს იმაზე, რომ სადაც ხილებულია მაგათი ნამდვილი მოღვაწეობა და ნამდვილი დონე და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იუდეური სარწმუნოების ხალხს, თქვათ ებრაელებს, მეორე და მესამე ხარისხოვანი გენიოსები ბევრი ყავთ საგან და რატომ ახსნით არის. ჩვენ საკითხი იქნება ჩვენ წიგნში მაგის ახსნას იმათი ახსნას გადმოვიდან. უფრო ჯობია ვიდრე მე უფრო ცოტა სხვა აზრი მაქვს გულახდილად რო გითხრა. მაგრამ პირველი რიგის გენიოსები, აი ესეთი როგორც არის შექსპირი, თქვათ არისტოტელე, თქვათ დანტე, რუსთაველი, ან დაუშვათ მეცნიერებაში პუანკარე, რომელიც პუანკარი გინდა გაუსი გერმანელი მათემატიკის მაგდონის მეცნიერი ბევრ მეცნიერს ბევრ ფიზიკის ისტორიკოს ფიზიკის როგორც მეცნიერების ისტორიკოს მიაჩნია რომ არ შეიძლება ყავდეს იუდეური სარწმუნოებას და ამის მიზეზი არის ის სისტემა სადაც იზრდება ეგ ხალხი ის კვების რეჟიმია თუ აღზის სისტემა თუ ფსიქოლოგია სისტემა რომელიც მერვე დღიდან იწყება წინ დაცვეთიდან იწყება სხვათა შორის მერვე დღიდან ასეხსნიან ისინი რამდენად სწორია მე მაგალითად მაგას ახლა ერთნიშნულობა დამტკიცებულ სისტემად ვერ მივიჩნევ არა ვერც მე მივიჩნევ მაგრამ არის მოსაზრება ერთი ფაქტია რომ არის ავადმყოფობები რომელიც სპეციფიკური არ ემართება სხვას ახლა ჩვენ ისე ერთი წუთი უნდა კოლექტივება შევიტანო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოგეხსენებათ როგორ გარემოში ვიმყოფებით. ახლა ჩვენ ერთი წუთით არ ვიფიქროთ, რომ ეს არის რაღაც ანტი რაღაც. არა, უბრალოდ არის ესეთი ეს იდეოლოგია სამწუხაროდ. ჩვენ ხედავთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არ ერიდებიან რაღაც გიჟური სუპრემატიზმის საკუთარი იუდაური, ესე ვთქვათ, სიონისტური სუპრემატიზმი დავარქვათ ამას, ქადაგება. სადაც ესე იგი წერენ, რომ აი ჩვენ ვართ და თქვენ არ ახართ. 14 წლის წინ თუ 15 წლის წინ გამოვიდა შულხან არუხი მე დაბარებული მაქვს და იმედი მაქვს რომ ამ წელიწადს ჩამოვიდეს რუსეთში გამოვიდა, გაგიჟდნენ მე რუსი მეცნიერები სხვათა შორის და სადაც პირდაპირ წერია არის ებრაელი ადამიანი, არის გოი ეს ანუ არაებრაელი, რომელიც არის საქონელი. და ყველაფერი აქედან გამომდინარე, რაც საქონელს გააჩნია. ცოლიც მათ შორის, სახლიც, მიწაც ეკუთვნის ებრაელს. და ეს შულხან არუხით ისწავლება მაგათი სკოლებში ბავშვებს მასაზდიან. და ეს წიგნი არის
როგორ არ არის? კარო იყო ეგეთი შუა საუკუნეებში, რაბინი, რომელმაც ეგ შექმნა, დაახლოებით იგივე თალმუდია ეგ. ანუ თავისებური ახსნა განმარტება, კომენტარები, ასე ვთქვათ, ძველი აღთქმის. ეს არის ესე იგი ამ რელიგიის მთელი წიგნი მიუძღვა მაგას შაფარევიჩმა და მერე აკადემიკოსმა და დიდმა მეცნიერმა, რომ ეს არ არის, ნორმალური ეგ იწვევს მე ზუსტად იმ ანტისემიტიზმს, იმიტომ რომ ეს ჩვენი იგივე ებრაელი თანამოძმე მე ადამიანია, ყველა ადამიანი, მაგრამ აი ეს მახინჯი იდეოლოგია დაფუძნებული გარკვეულ რელიგიურ გაუგებრობებზე იწვევს ასეთი ტრადიციის ჩამოყალიბებას, რომელიცაც მიყავს კაცობრიობა კატასტროფისკენ დღესაც ხოთა შორის. თვითონ ისტორიაც ახლა მაგალითად ებრაელებს მიაჩნიათ, რომ ძველი აღთქმა ეს ისტორია ებრაელების იმ ნაწილს მოდი ესე ვთქვათ, ხო? მე რასაც ვაპარაკობ ეს ასე ვთქვათ ეს რასებს არ ეხება. ეს მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ მიაჩნია, რომ ეს ძველი აღთქმა ეს ისტორია არის. და ამ დროს როცა ლაპარაკია დღეს არის 8 მილიარდი ხო მოსახლეობა, მაშინ არ იყო 200-300 მილიონი იმ დროს. არა, სად იყო მაგდენი კაცო? განგებ თქვი დიდი ციფრი, ახლა გეტყვი რატო. ეგვიპტიდან, მაშინდელი იმპერიიდან, ასე ვთქვათ, აი მაშინდელ ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ებრაელები რო გამოიყვანა მოსემ, ხო? 600,000 ებრაელი გამოიყვანა. აი ეს. ხო, ოფიციალურად რაც წერია. რაც წერია, იმაზე ვლაპარაკობ, ხო? 600,000 კაცის გამოსვლა ერთი ქვეყნიდან, ეს არ შეიძლება ისტორიაში არასახულიყო. არც ერთ პაპირუსში, არც ერთ ისტორიაში მაგას პირველ წყაროში ვერ ნახავ, არ არის. ანუ ეს არის გამონაგონი რაღაცა. მანამ საბუთი არ დაიდება, ხო? და ხო წარმოგიდგენთ 600,000 ეხლაც რო გავიდეს ერთი ქვეყნიდან უცებ მთელი ჯგუფი. ეხლაც კი გამოჩდება. და ეხლაც კი იქნება თვალში საცემი და მაშინ როცა დავუშვათ მაქსიმუმ ყოფილი 200 მილიონი დედამიწაზე, ჩინეთის ჟადვლით. არასად იქნებოდა. ეგვიპტეში იქნებოდა მოსახლე მაშინ 7-8 მილიონი. იქიდან 200,000, 600,000 რო გამო როგორ შეიძლება საგზნობე იყოს და არა ისახოს მატიანეში. სინაის უდაბნოში, მაგრამ ზეგი 40 წელი. მაგრამ აღარ გვინდა ეს პოლემიკა გავაგზავნებ რა თქმა უნდა. სინაის უდაბნოში. 600,000-ს ვერ დააყენე, რა სად არის? 40 წელი. სინაის უდაბნოში. ხო ვიცით რა მხელაც არის სინაის უდაბნო. მაგრამ გავაგზავნე ჩვენი ისე თემა, რასაც ვიძახდით რომ ახლა რა მდგომარეობაშია ტრამპი. რა თქმა უნდა ტრამპს აგზნობინეს სანამ პრეზიდენტად მოვიდოდა და ახლა ჩათვალეს რომ ზოგიერთი საკითხი რასაც ტრამპი მიაწვა ხო მაგალითად ამერიკის გაძლიერება უკვე აწყობთ იმათ. ამ რასაც დიფსეიც ეძახიან. და როგორც ჩანს გარკვეული გარეგებაც მოხდა თუ რა მიმართულებით წავა. ეს აღარ ლაპარაკობს იმაზე ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე უკვე ტრამპი. ეს უკვე ლაპარაკობს ძირითადად რომ ამერიკამ დაებრუნოს ტრადიციული აი მამემარად ჩადის ის ტრადიციები და ამერიკის როგორც იმპერიის გაძლიერება ძალიან აწყობს სიონიზმს და იმ ოჯახებსაც. რატო ისი? ეს ოჯახები ხო მოდი ესე ვთქვათ პარაზიტი არის რომელიც სხვისი სხეულით იკვებება ხო? კი ბატონო. მთელი მასა ხალხი და უკვე რაც დოლარის ბეჭდაში ჩაიგდეს ხელში მთელი სოფლიოს ფულია ხო მაგის შესაბამისად მთელი სოფლიოს იკვებება და ამ სოფლიოს ვიღაცამ ხო უნდა დაიმორჩილოს სამხედრო ძალით ხო სამხედრო ძალით როცა დაჭირდება აი ამერიკა და თუ ამერიკა დასუსტ და სადა აქვს ბაზა ხო სულ არ აწყობს მაგალითად ჩინეთს რომ მოემსახუროს იმ ოჯახებს ხო ახლა ეს რომელს უნდა შეახტეს აი ეს რაოლიღაც სახელმწიფოს უნდა შეახტეს ახლა გეტყვი კიდე წურბელები მე და მაყურებელს უთხრეთ ერთ-ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა ექსპერტია პოლიტოლოგი ხო და უკვე ცოტა დავიბენი მაგაში ჩემოსოსო იმიტომ რომ ერთი იყო მახსოვს ეკონომიკის ექსპერტი ეხლა თურმე ყველაფრის ექსპერტია პოლიტოლოგი გახდა უცებ დოქტორ ოკოლოვსიაჩის კი ხმა უკ ჩემ ახლა ადრე 10 წლისი მოგწელები წერდნენ ხოლმე ეკონომიკის ექსპერტია ხა შევხვდები ვიზეც ვლაპარაკობ ერთი იყო კავკასიის ექსპერტი ახლა ყველაფრის ექსპერტია ერთი იყო მოგონი თავი რა ვიღაცა
სამხედრო ექსპერტი იყო, ახლა პოლიტოლოგი გახდა. უცებ ეს უნივერსალური ის ეტყობა ეს ექსპერტები და ხოდა ერთ-ერთმა ეგეთმა უნივერსალურმა ექსპერტმა ბრძანა, რომ პროქსი ქვეყანა ისრაელიო, ამერიკისო. აი მე აქედან პასუხი შემიძლია გავცე, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის და რატო გეტყვით. ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის სიონისტების პროქსია. ორივეს მართავს ის. ისრაელი რო არსებობს, ეს ამერიკას კი არ უნდა სახელმწიფოს. იმ სიონისტებს უნდა და რახან ამერიკას მართავს სიონისტები, ამიტომ ის მართავს თავის სამშობლოსაც, ასე ვთქვათ რა. აი ახლა ნათანიაჰუ არის მამალი სიონისტი. მამალი სიონისტი. რა გამოვიდა, როცა ტრამპი გამოდის და გერმანელი კაცი არ დაგავიწყოს ეროვნებით. გამოდის და იძახის, რომ მოდი ნათანიაჰუს ნუ გამოეკიდებთ, ნუ ასამართლებთო. თვითონ ისრაელის სანქციები შემოიღო გასემის წინააღმდეგ, ვინც მოსამართლეების წინააღმდეგ. ესე იგი რას ნიშნავს, რომ მამალი სიონისტი რო ასე იცავს ამ დონეზე, უკვე მოჩანგლულია ეგა და მოჩანგლული რა თვითონაც ეგ არის კაცო. და შეთანხმებულია. რა საზღვრებში იმუშავებს მაგაც. ამ შემთხვევაში მუშაობს ამერიკის გაძლიერებისთვის, აი აწყობს სიონისტებს და იმ ჯგუფსაც იმ ოჯახებს. და ეს არის არც ევროპაში გადმოსახლებულან ეგენი deep state-ს ეძახიან ჩვენი ხალხი. არც გადასახლებულან ეგ ხალხი, ეგ ოჯახები. ცხოვრება ყველაზე კი ასოციაციაში ეციათ რა deep state-ი, ან city, ან ნიუ-იორკის ისა ბირჟა ხო ეგეთი რაღაც. სინამდვილეში ეს ოჯახები ცხოვრობენ მაგალითად მარსელთის სანაპიროზე, შავ ზღვაზე. თქვა ტოსკანაში ცხოვრობენ ეს ძალიან შესაძლებელი. შავ ზღვაზე არა. კი შავ ზღვაზე მე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მარსელის რო გამოყვები, როჩილდების ისინია სასახლეები. და საუკეთესო ადგილები მაგალითად ჟენევაში და ისე შეიძლება 10 წელი ისე გავიდეს იქ სიტიში არ ჩავიდეს და ასე არ ჩავიდეს. უაჭა დღევანდელი კომუნიკაციები და ტექნოლოგიები მაგის საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა. ისე რომ საწავიდნენ, არასდროს გაწასული. ძალიან მშვენივრად ისვენებენ და კარგად ცხოვრობენ. კი ბატონო. ამთერა და თავის საკუთარი კლინიკები და ექიმები ყავთ. ისე რომ თუ რამე შესაძლებელი არაფერს არ იგლებენ. კი ბატონო. ეხლა ერთი რაღაცაც უნდა ვთქვათ, ეხლა ეს ამას თავის ისტორია აქვს ამ სავაჭრო, ასე ვთქვათ, აი ამ ჩამოყალიბებას ამ სისტემის. აი როგორც აი ფიტრი როა, ხო იცით, აი ფიტრი იმის პარაზიტული მცენარე. აი ის ფიტრი იყენებს სხვა მეების, რა ქვია, მცენარეების ენერგიას, ხო? კიდე უამრავი ზოგადად პარაზიტარიზმი არის ძალიან გავრცელებული, ესე ვთქვათ, მოვლენა, როგორც მწერების სამყაროში, მცენარეების სამყაროში, მწერების სამყაროში. ხო, დუნებისთვის დამახასიათებელია, მარტო ადამიანები არ არის ეგეთი. ხო, ადამიანები ფაქტიურად იყენებენ ამ პარაზიტარიზმის ყველა გამოვლენებას, რაც არსებობს სხვადასხვა ცოცხალი ბუნების სხვადასხვა სამყაროებში, სხვადასხვა დონეებზე. და ეს არის ყველაზე უფრო, მოდი ასე ვთქვათ, დახვეწილი პარაზიტარიზმი, როდესაც დაუშვათ ადამიანებს ისე იყენებ, რომ იმას გონია, რომ ესე იგი თავის ინტერესებში მუშაობს და შენ კიდე ამასობაში იყენებ მას, ესე იგი თავისი სასარგებლო იდიოტები. სასარგებლო იდიოტები. აი როგორც ახლა მაგალითად სოკო რო იყენებს ჭიანჭველებს. აი მაგალითად ჭიანჭველებს ისე სოკო ხო თითქოს არა აქვს გამოვლენა, ტვინი არ უჩანს, ხო? მაგრამ ერთიანი სისტემაა და ჭიანჭველებს ამუშავებს თავის სასარგებლოდ. სასარგებლოდ, კი. ან მაგალითად იგივე ისეთი ისინია, რა ქვია, საოცარი მოვლენებია, ეს ბზიკი მხედარი, კრაზანა მხედარი. რას აკეთებს ახლა ეს კრაზანა მხედარი? თვითონ ტარანტულს, რომელიც თვითონ საშინელი დაწებელია, ხო? ობობა, დიდი. დიდი ობობა. ამ ტარანტულს დააჯდება, ესე იგი, და რაღაც სპეციალური სითხე აქვს, რომლითაც ესე იგი უნებელყოფას აკეთებს და კვერცხებს დებს შიგნით. და ესე იგი ეს მიად გადაათრევს მე და სადღაც ქვიშაში იმაშვება, შეინახავს. ეს ცოცხალია. ამ დროს და ეს კვერცხები, ლარვები, ესე იგი ვითარდება და ისე ჭამენ ამ იმის, რა ქვია, ორგანიზმს, რომ არ დაუზიანონ საცოცხლო ორგანოები. და ზუსტად ესე იგი ამ იმიტომ რომ ის რომ მოგდეს სანამ ესენი დაასრულებენ ამ თავის ჩამოყალიბებას. რასანებად, ხო, ვეღარ შეჭამენ, ესე იგი, ხო, ცოცხალს. ასე ცოცხლად რო შეჭამენ და ის რო გვდება, მაშინ იმაშვება, ამოფრინდება ზუსტად ახალი კრაზანა მხედარი.
აი ესეთი მოვლენები არის და Google-ის მოვლენა მაგალითად ხომ, რომელსაც აზრდევინებს აგერ. ხო, ადამიანი გამონაკლისი არ არის. ხო, ადამიანი გამონაკლისი კი არის, ადამიანი არის ზუსტად ყველა ამ პარაზიტული მოვლენის, ესე იგი მოვლენას განასახიერებს. ერთ-ერთი ესეთი პარაზიტული მოვლენაა, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ სხვათა შორის. გასაოცარი მოვლენაა მართლაც მაგალითად ნეთანიაჰუს გამოსვლა ამერიკის კონგრესში იყო კრაზანა მხედარის გამოსვლა ესე იგი ტარანტულებში 36-ჯერ წამოხდნენ ტაჟის დასაკვირვებლად 36 ჯერ დიდიან პატარაიანა წარმოგიდგენია ამერიკის მამები ალბათ 9-ჯერ გადატრიალდნენ კუბაში ხო და ახლა დღეს რაც ხდება კიდე პალესტინაში რა გამოაცხადეს აი უყურეთ ახლა გასაოცარია ჩემთვის მაგალითად ის რაც ხდება დღეს აი თავისი უსირცხვილობით განსაკუთრებით რა და განსაკუთრებით მუსლიმების უსირცხვილობა იმაშვება მე მაგვირვებს უსირცხვილობა და უმწეობა ერთდროულად და გაყიდულობა ანუ მუსლიმი მართველების ანუ რა ხდება ახლა ოფიციალურად გამოცხადებული აქვს რომ ის ტერიტორია უნდა დაცალონ გაზას სექტორი დააჯერეს ყველას რომ ის 7 ოქტომბრის ტერაქტი ვითომ ის არ იცოდნენ. ანუ სინამდვილეში ეს იყო ძალიან კომპლექსური ღონისძიებები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიებები მიმდინარეობს ხოთა შორის იგივე ისრაელში, ხო? იქაც ისე კი არ არის ყველა კი არ არის ჩართული ამ იმას შეთქმულებებში. სინამდვილეში წესიერი ხალხი ძალიან ბევრია იქა და გამოდიოდნენ. კვიანი ხალხი არის. კვიანი ხალხიც არის და უწესიერი ხალხიც არის ძალიან ბევრი რელიგიური ებრაელები და მეგობრები წავს და აქ ჩვენ ვლაპარაკობთ სიონისტებზე. და ჩემთვის მაგალითად ავატყოფი და ის რა ქვია, ავატყოფური იდეოლოგიით შეპყრობილი, გინდა ქართველი იყოს, გინდა ებრაელი და გინდა გერმანელი, აბსოლუტურად ჩემს არ არის. არა, დამომეს ღაზა რა. ჩვენი სიონისტები რა ამბავში იყვნენ ეგ. ქართული არ ხო რა სისულელებს ლაპარაკობდნენ. სისულელებს ლაპარაკობდნენ. ხო და რა ხვები ახლა? აბა ჩვენ აკვავს გიჟები თორე. ო. ქართველები. ხო, პროცენტულად. ყველაზე მეტი. რა ებს ლაპარაკობენ ეს ერთ-ერთი მაგალითად მეშინია ხომ რომ უკითხულობ კაცო ამათ საშინელს გიჟურ ავატყოფურ ის ფაშისტურ გამონათქვამებს. ესე გეგონება თვითონ ეგონოთ დედამიწაზე მარტო ჩვენ. არა და ჩვენ როგორ გითხრა არ გველოდება კაი მომავალი რა გაგებით იცი მე არ მეყვარს ზედმეტი ოპტიმიზმი იმიტომ რომ არის კანონები ყველა არ ვიძახი გეოპოლიტიკური კანონები და კანონზომიერებები კანონებთან ერთად რომელიც გვისახავს ჩვენ მომავალს ჩანს ეს მომავალი ეხლა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ველს ქმნის დიდი პოლუსები და რეგიონალური პოლუსები ეხლა დიდი პოლუსი რომელსაც შეუულია ეს სოფლიო ძირითადი ჩონჩხი კონსტრუქცია გეოპოლიტიკური აგოს ეს არის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. დანარჩენსაც შეუულია რა თქმა უნდა და კალკულ დამატებებს აკეთებენ, მაგრამ გავლენა რომ დედამიწა ბოლო-ბოლო აი ორბიტიდან გამოიყვანოს, ხო, ამ სამ სახელმწიფო შეუულია, მეც არ შეუძლია. და ჩვენ გვინდა არ გვინდა. ერთი არის შორსა, ჩინეთი, ხო? მეორე გადაგარგულში ამერიკა, ხო? აგერ არის ყურიზეში უშველებელი მონსტრი. მომწონს ხა ჩვენ მომწონს, არ მომწონს. ეს გეოპოლიტიკისთვის ეს მორალის ზნეობა რამე უნდა გამორიცხო. ახლა როცა ვლაპარაკობ რომ სინუსოიდაზეა, ხო? რუსეთმა 2001 წლიდან დაიწყო აღმასვლა. ჩვენ აგვაქვს ჩვენ წიგნებში ვინც მეორე ტომს გაეცნობა, ნახავს რომ კოდი არის ჩადებული რუსების ციკლები. თვითონ აქ რუსის იმპერიაზე კი არ არის. აი ამ ტერიტორიაზე ინგლისელი ყოფილიყო, ქართველი თუ ვინც იქნებოდა, თუ წარმოიქმნებოდა იმპერია, ამ თვისებებს განახორციელებდა. ეს ადგილია ეგრეთი. ირანის ზეგანი. როდისმე გინახე იქ პატარა სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს იმპერია. იმპერია იქნება. შეერთებული ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია. არ შეიძლება რომ იქ იმპერია არ ჩამოყალიბდეს. ჩინეთი მუდმივად იყო იმპერია, იქნება იმპერია. რუსეთი გახდა თუ არა, კიევის რუსეთი იყო, ისიც იმპერია იყო, იმიტომ რომ 1.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე გაიშალა რამის და იმ დროინდელი სლავების გარდა 1000 ვიღაცა იყო და გაერთიანდა. ოქროს ურდო, ჩრდილოეთ კავკასია სამკუთხედი ხაზარები, რომელსაც აწიოკებული ყავდა საქართველოს. კი ბატონო. ეს ხაზარები იყო თურქული მოდმის ხალხი, მაგრამ მართავდა ებრაელობა. ხო, იუდეულობა. აი როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავს დღეს სიონისტები, აი ამ დროის იუდეური სარწმუნოების ხალხი მართავდა
თურქული მოდმის ხალხს. და რო გაიფანტნენ, ხო? ესენია ზუსტად ის აშკენაზები. აშკენაზები ეგენი არიან. 80%-ია დღევანდელი ბიოლოგიური მასის ებრაელობისა აშკენაზები და 19.5-20-მდე არიან სეფარდები. დანარჩენი ეს ქართველი ებრაელები და ის პატარ-პატარა კიდევ სხვები. საინტერესო ისაა. ეს რატოა, იცი? რატო ყურიან ისი არაბები? აი არაბი მეცნიერებზე გეუბნები, მე რამდენიმე რუსულ თარგმანში მაგ ერთი წიგნი სახეშიცა. კაცო, ისრაელში სახელმწიფოსო სიონისტები არიან აღმოსავლეთ ევროპიდან, ებრაელები საერთოდ, ანუ აშკენაზები. აშკენაზები. ესე იგი, აშკენაზები საერთოდ არ დაბადებულან აღთქმულ მიწასთან რა საერთო აქვს აშკენაზებს, როცა დაიბადნენ აღმოსავლეთ ევროპაში და აგერ რასოთან ცხოვრობდნენ და იქიდან წამოვიდნენ თუ. ხო, სადაც იყო ჩერტა ასედლასი რა, სადაც ჰქონდათ და გარდა ამისა ევროპაში ცხოვრობდნენ. სამკუთხედი იყო რა შექმნილი, შავი ზღვა, კასპიის ზღვა და იქით რასოთან ლაპარაკობდა რა, ეგენი იყო. ხო და ეს ხალხი აღთქმულ მიწიდან საერთოდ არ არიან. ხა სეფარდებს შეუულიათ პრეტენზია განაცხადნენ, როდესღაც იყვნენ. სეფარდები იყვნენ ესპანელი და პორტუგალიელი ისინი, ებრაელები. საფარ ესპანელს ეძახდნენ. აი ეს ახლა აი მაღაზია ლაპარაკი. სადღაც როსტოვში თავის 1000 წლების წინ წამოსული კაცი აღარ ეპატრონება იქ და ისა ჩემი ვიცა იძახს. აი ახლა აქ ნიუანსი რაშია კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ ახლა გავაგზავნებ რომ არ დამავიწეს მაპატია შემოსოსო. ეს რუსეთი არის ამ წუთში აღმავლობის გზას. და რუსეთს აქვს ჩვენი ფორმულა იქ წერილი არის. აღმავლობა აქვს როგორც ნელ-ნელა ძალიან მძიმედ მიდის, როცა აღწევს ზენიტს არ მაქსიმუმს, მერე იმის ნახევარ დროში ეშვება. ეს ფორმულა არის და ყველა ციკლი ეს იქნებოდა კიევის რუსეთი, ეს იქნებოდა ივანე გროზნის რუსეთი, რომანოვების რუსეთი, სტალინის რუსეთი თუ ეს პუტინის რუსეთი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის კანონზომიერება. და აღმავლობის დროს ყველა იმპერია გაფართოებისკენ ისწრაფეს. ესეც კანონზომიერებაა. ეს ჩვენ გვინდა, არ გვინდაზე არ არის. ეს გაფართოება მარტო ტერიტორიული გაფართოებას არ გულისხმობს. ენის გავრცელება, საკუთარი კულტურის გავრცელება, ეკონომიკური ექსპანსია. და როცა შენ მეზობლად იმპერია ესეთ აღმავლობაში რას ეჭხირები? თუ შენ ერთი აი ცოტა ერკვევი კაცი გეოპოლიტიკაში და მიყავს პოლიტიკა, ხო? არც ერთ შემთხვევაში წინ არ უნდა დავუდგე. გადაგილვის და მორჩა შენ 3 მილიონი იმას იმპერიის ეს არაფერი არ არის. ეს კანონზომიერება, აი სადაჩანს კანონზომიერება, რომ ამას ვერ გაექცევა, პიროვნებაზე აღარ არის უკვე აქ მნიშვნელობა. ეს კანონზომიერება გეოპოლიტიკური. აი როგორც საბუნების მეტყველო კანონი, აი მარტივ რაღაცას ვიტყვი. ყველა იძახდა, მათ შორის პოლიტოლოგებიც, ეს ცნობილი მეცნიერებიც, რომ აი სოციალისტური წყობაო და იმიტომ დაეტაკაო ამერიკა და დასავლეთ ევროპა, რომ სოციალისტური არის. საბჭოთა კავშირიო და ეს იდეოლოგიური წინააღმდეგობაო და აღარ არის იდეოლოგიური წინააღმდეგობა და რუსეთის გახდათ ისეთივე კაპიტალისტური ქვეყანა, როგორც თქვა დასავლეთ ევროპა და ამერიკა. მაინც წინააღმდეგობაა. რა თქმა უნდა. მეცაც გეტყვით, აი წარმოიდგინე რუსები აღარ არსებობს იქა და ინგლისელები გადმოსახლდნენ ერთ სამთავრობაში, ერთმანეთს ესე ვითარება იქნება ისე. ავიღოთ ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მაგალითი რა. ბრიტანეთი გამოსული არ იყო. კი ბატონო. ეგ გეოპოლიტიკა ახლა ეგ რას ნიშნავს? ჩვენ პირდაპირ გვიწერია ესეთ ფორმულა კანონზომიერება. შეიძლება მოხდეს ანუ წინააღმდეგობა, ანუ ურთიერთდაპირისპირება იდეოლოგიურ საფუძველზე, ეროვნულ საფუძველზე, რასიულ საფუძველზე, კულტურულ საფუძველზე, ეკონომიურ საფუძველზე, მაგრამ ყველა ამის ძირი არის გეოპოლიტიკა. რელიგია, მუსულმანური არის, შიიტური, ირანი, სუნიტური, თურქეთი, ოსმალეთი. მუდმივად ბრძოლაში იყვნენ. მით უმეტესო ირანის არისტოკრატია იყო თურქულენოვანი. თურქულენოვანი და თურქული ტომები სეფევიდები. თურქი ოღუზები იყვნენ ისინიც და თურქი ოღუზები იყვნენ ესენიც. მაგრამ გეოპოლიტიკა ძმარო ძმა იმას აჭყობებს. რატომღაც მიიღეს შიიზმი. დიახ, რატომღაც. ხო და დარწმუნდა შაჰ ისმაილი რომ შიიზმი უნდა მიიღო და იქიდან მივიღეთ ყიზილბაშები, ანუ რადიკალური შიიტები. ნუ ეს კიდე ცალკე საკითხია მიმართება, ესე იგი, რელიგიის და გეოპოლიტიკური. ეს არის ძირეული გეოპოლიტიკა. ამას ვერან ვერ გაექცევდა. იქ რელიგია და ის ხან შერიგება მოხდება და ხან ტრობა მოხდება. ეს სულ ურთიერთმოქმედებაშია მიზეზ და შრეებია, მოდი ესე ვთქვა. ამიტომ ვიძახი რომ როცა უყურებ რომ რუსეთი ჯერ აღმავლობაზეა, ხო და ეს კარგა ხანს გაგრძელდება. მიუხედავად იმისა რომ
პუტინის შესწავლას უშვებს, ამან რუსეთის აღმავლობა ოდნავ ტემპი შეაჩერა, თორე ეს პროცესი კი ვერ გააჩერებს პუტინი. დღეს არ იქნება პუტინი მოვა ივანე, ხო ვიღაცა. იგივე პროცესი გაგრძელდება. მე გეტყვით რომ მე ეგრე ვთვლი რომ ამ რასაც ეძახიან რუსეთის მოქმედებები, ანუ იმპერიული რუსეთის რადიკალურ მოქმედებებს პუტინი აჩერებს ამ პროცესს თავისებურებებით მისი და მისი კლანის გარკვეული მიბმის გამო გლობალურ ფინანსურ ელიტასთან. მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც ძლიერდება, შენ წარმოიდგინე. ხო, ამის მიუხედავად და აი ეგ რომ დაუშვათ სხვა თუ დაუშვათ ტრანზიქცია ხელისუფლების პუტინის შემდეგ რუსეთში მოხდა ისე რომ ამან არ გამოიწვია ტრადიციული სმუტა, როგორც ხდება ხოლმე როგორც წესი რუსეთში საერთოდ ტრანზიქცია არის ყველაზე ანუ გადაცემაც ხელისუფლების ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ის კლანები და მთელი მიზეზები სხვადასხვა თუ ტრანზიქცია მოხდა უმტკივნეულოდ რუსეთში აი ქალბატონი ხატია დეკანოიძე მაგალითად ქალბატონი ხატია პირობითად მოიყვანეთ არა ის პირობითად კოლექტივურად და დაბლიაშვილების და ასე შემდეგ საკითხი ძალიან რთულად დადგება ზოგადად მეორე მენტალური აქტიური მეორე ეს ჩინეთი ასევე აღმავლობის გზაზე მაგრამ ის უკვე ზენიტს უახლოვდება და მისი აღმავლობის გზა დროში ვიძახე ხანგრძლივობა დამოკიდებულია რამდენად წარმატებით განახორციელებს სახმელეთო აბრეშუმის გზას თუ მან შეძლოს სახმელეთო აბრეშუმის გზას წარმატებით გადაწყვეტა სოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებიდან გამომდინარე ხო ეს ზენიტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩინეთი ამასთან დაკავშირებით აი ამერიკა კი დაღმართზე არის და შეუქცევა და ერთადერთი გამოსავალი აქვს აი კითხულობს შეწიგნებს წერია რომ ამერიკას აქვს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა მას ორსახე იანუსივით არის არის სახმელეთო იმპერიას და საზღვაო თუ გადაერთობა ის აი ტრამპა ეტყობა ვიღაცა ჭკვიანი კაცი ყავს რომელიც სახმელეთო იმაზე ვექტორზე თუ მოეშვება ამ საზღვაო იმის ზურგზე რო აქვს აკიდული ამ შემთხვევაში ახლა უკრაინა ეს მუდმივი კურტანი ხო ყავს ისრაელის სახით რომელიც ინგლისმა გადაულოცა კი ბატონო და ატარებს იმას ხო თავის პატრონს ხედას ატარებს რა ცხენი თუ ეგ მოახერხა და შეიერთა როგორც მე ვთქვი ეს კანადისთვისაც კაია სხვათა შორის აი კანადის და მაგის შეერთება და გრენლანდია მაშინ ის შეძლებს მრავალპოლუსიან სამყაროში პირველი პოლუსი იყოს. Primus inter pares, ასე რომ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი ვერ უშუალებს ამერიკას დაშლა არ აცდება. მივიღოთ ეს როგორც აი ესეთი ძირფასო მეგობრებო, როგორც ესეთი პროგნოზი, მოდი ასე ვთქვათ, არის ესეთი გეოპოლიტიკური კანონზო ფუნდამენტური, მაგისტრალური, სტრატეგიული გეოპოლიტიკური ხედვა, ეს ესე ვთქვათ. და მივიღოთ ეს როგორც ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ეს მოსაზრებები ხშირად ხდება ხოლმე. ხშირად კი არა, უნდა არ შეიძლება რომ არ ახდეს. ხო. ეს კანონი არის. ხო, ნუ აი არსებობს კიდე. მე არა ვარ იმ კატეგორიის კაცი, რომელიც იძახს, აი ჩემი ხედვებით ესეა, ისე ესე შევხედე. ეს აი კანონია და უნდა დაემორჩილო, გინდა. კი ბატონო. ისე ვეთქვით რაღაცას, აი როგორც ქართველი, ხო? ცუდ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ უნდა სიმართლე თქვა. მე მაწყობს რომ კიდევ გაგრძელდეს რუსეთის და უკრაინის ომი. იცი რატო? რაც გვიან მოიცეს რუსეთი აი ამ ომის პირობებში ეს ძიმეთადისა აღმარზე ხო რუსეთი უნდა ზენიტამდე მივიდეს, მანამდე ომი უნდა იყოს. აი ჩემი გათვლებით რომ ჩვენ შეძლოთ მიწის გაერთიანება. აღდგენა ჩვენი ტერიტორიების რატო იცი გეტყვი. უკვე რუსეთი აღარ ფიქრობს, პირდაპირ იძახის რამდენი რუსი გამოიძახს, კაცო, სამხრეთ კავკასიის 5 რესპუბლიკა იძახს. ვიძახ რა 5 რესპუბლიკა, უცებ ვერ მოხდა. აფხაზეთს ხო. გამოვა იტყვიან ესეთ რაღაცას, რომ კაცო, ჩვენთან უნდა იყოს ჩვენ მხარეს მართლმადიდებელი ის მაგრამ იმას კი არ იძახის, რომ ეს დასაბრუნებელია. ან ერთი აი მარტივად გეტყვი, მინდა ქართველების მოგება რუსებს უნდათ, აი დაუშვათ ქართველების გულის მოგება და ყველა 100-დან თუ არა 90% იმათ ხარეს იყოს, ხო, მთელი მოსახლეობა ქართველიერი. აიღეთ ერთხელ გამოაცხადე რა როგორც გაერთიანებების გადაწყვეტილება მე ჩავაყენებ სამშვიდობო ჯარს, გარდაქმნი სამშვიდობო ჯარს და გარიდან კი არა, ლესელიძიდან
სოუდან, აი ზემოდან, ჩრდილოეთიდან დავაბრუნებ რტოლვილებს, უზრუნველყოფ უსაფრთხოებით და საქართველოს ვთხოვ ეკონომიურად დაეხმაროს, რომ სახლები გაურემონტოს, აუშენოს აი მიტოვებულ სახლები. და ერთად ამ შემთხვევაში ერთად გადავწყვიტოთ ერთმანეთის უსაფრთხოების პრობლემა. აი მაშინ დაინახავ მიტრიალდება თუ არა საქართველოს რუსეთისა. და ესე არ გამოვა, ბაცო, შენ ისიც მჭირდება ბაზები და შენც ამჭირდები უნდა ეგრე არა. არა და აი რუსეთუმი გადაცემები როა, ხო? სულ მაგას იძახიან, დროზე დაველაპარაკო, დროზე რა უნდა დაველაპარაკო? შეუერთო და ისინი წართმეული მქონდეს, კაცო. ხო, ეგეც არის. ეგრე არ არის, ნუ. ეგრეც არის. კი ბატონო, ჩვენ გავაგზავნებთ ძვირფას მაყურებლებო ამ საკითხებზე საუბარს, ბევრი თემა დავრჩა, ასე ვთქვათ, დაუხურავი, მაგრამ ესეთი ფორმატია, რა ვქნათ. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე, ბატონ თამას კიდევ ვთხოვ მე, რომ კიდევ ვისაუბროთ, გავაგზავნოთ ამ საკითხებზე საუბარი, იმიტომ რომ ევროკავშირის და Deep State-ის და ამის მიმართებები გასაშუქებელია. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.